გამარჯობა. მე ვარ ვახტანგ ბაციკაძე. მე ვარ ალექსანდრე გაბრიჩიძე და უნდა უპასუხო კითხვებს. 1993 წელს ლიგის ფინალი რომ მეორე არხზე წაგეყვანა. რეპორტაჟს როგორ დაიწყებდი? ანუ მარსელი მილანიდან, ხო? ალბათ ვიტყოდი, რომ მოგესალმებით ძვირფას ტელემაყურებლებო, ვიწყებთ ჩემპიონთა ლიგის ფინალის რეპორტაჟს. იმ რამდენიმე ადამიანისთვის, იღბლიან ადამიანისთვის, რომელსაც შუქი გაქვთ და შეგიძლიათ ახლა ჩემთან ერთად ამ თამაშს უყუროთ. ჩვენთან კოუჩი ვინც არის? რამდენ ადამიანს ეძახი ძვირფასო, ეგეთი კითხვა დაგვისვა. მე დავფიქრდი ძვირფას არავის არ ვეძახი საერთოდ. ამ თეორიულად სიტყვას არ ვხმარო, მაგრამ შეიძლება რამდენ ადამიანს ვიტყოდი ძვირფასი, აჰა 15-ზე. რატო ვატყუებთ იმ ხალხს, რომ ძვირფასები არიან? ხო, იმიტომ რომ არ უყვართ ეგ განსაკუთრებით მან ზეტანტაჟი. ჩემთვის ძალიან ისა, ძალიან გამჯდარი არის, როგორც ადამიანს ხვდები და გამარჯვებას ეუბნები, მოგესალმებით არის და ახლობდი ველანი. და მე ძალიან მევასება რა. ესავალს დავწერდი, როგორც ყველა დიდი მატჩის წინ ვწერდი. იმედია, რაღაც მუხტს მოგცემს მატჩის წინ. მიზანიც ეგაა, რომ დავმუხტოთ და არა მარტივი მატჩი პირდაპირ ესე დაწყება რა. ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი რომელიც წაგიყვანია. საქართველოს მაკედონია მიმყავდა, ოღონდ ნუ ისე პირველად ხო იყო და სილგზაც ჰქონდა, ოღონდ ჩანაწერში უნდა გაგვეშვა მერე, იმიტომ რომ ლაივში გაშვების უფლება არ ჰქონდა, მაგრამ ეგ მნიშვნელოვანი კუთხით გამოდგა, რომ მაგ წაგებამ ძალიან დიდი დარტყმა მოგვაყენა ყველას. თან ჩემი დაბადების დღე იყო. მნიშვნელოვანი ქართული ფეხბურთისთვის შეიძლება წამიყვანია ეს ინტერი. მაგრამ გითხარ რაღაც ისეთ ვიგძეინ თქო მაგ მატჩიდან გამომდინარე თავისი ანგარიშიდან და რეალობიდან გამომდინარე არა. დანარჩენი ფინალები რაც წამიყვანია 1-0, 2-0, 1-0, 2-0 სულ ეგრე მთავრდება. შემეძლო ამოყვანა სოფლიო ჩემპიონატის ფინალი საფრანგეთი არგენტინა, მაგრამ მაგაზე კატეგორიული უარი ვთქვი გია თვალაბიშვილის თხოვნის მიუხედავად, მე შანსი არ არის. მინდა მაგ თამაშს უყურო. არ არსებობს რომ ამ დავჯერდა და თამაშს წავიყვანოთ. გაიფენ. მაგიდის დერბის კითხვა რომელიც აიღე და ძალიან ამაყობ. მეორე სეზონის ფინალში დავით მინაშვილთან ალექსი რო გამოვიცანი, იაპონელ-ბრაზილიელი ფეხბურთელი, იმიტომ რომ მე თვითონაც არ ვიცი ტვინის რომელი ოთახიდან მოვქექე ინფორმაცია, რომ აი ავტომატურად რაღაც გადავწყვიტე რომ ალექსი იყო პასუხი და მართლა ალექსი აღმოჩნდა. ძალიან გამიგვირდა და თან გამოფილიც ვიყავი საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა რომ ეკითხვა ძალიან დამეხმარა იმაში რომ თამაში მომეგო. მაგრად მე შეამონა ფინალში რომ ტატოსთან საყდენი ნახევარმცველები მქონდა, იმიტომ რომ გამონაკლისი მქონდა ის რომ რონალდო მიყვარდა ეს ფორვარდი. და დანარჩენი საყდენები მიყვარდნენ სულ და ამიტომ ეს საყდენები რაც მეკომფორტულა. ფერგი აღმოსავლეთ ევროპაში რომ დაბადებულიყო, ვინ იქნებოდა? ფილოსოფოსი სლავოი ჟიჟეკის მსგავსად. არ ვიცი, ალბათ ლობანოვსკი. ბევრი სხვაობაა მათ შორის, რაც წამიკითხავს მათ მენეჯმენტში, ზოგს რა მიმართულება ქონა, ზოგს რა, მაგრამ ფიგურა რო უყურებდი მატჩებს და სადარიგოთ სკამზე რო ხედავთ, რაღაცა ერთი შეგრძნება მრჩებოდა, რომ აი რაღაც მსგავს ტიპაშს უყურებდი, მსგავსი კალიბრის ტიპაშს უყურებდი და ორივეს უდიდეს მაგნიტუდა აქვს, ძალიან დიდები არიან, ხო? წარმოსახვითი რეალობა. ლიგის ფინალი გაქვს სათამაშო. ვდები ანჩელოტის მილანს. წინ ზლატანს ენდობი თუ დროგბას? ვა. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ზლატანი უკეთესი გოლსკორერია. მე ცოტათი უფრო მეტად ზლატანი მევასებოდა, უფრო ცოტათი. მაგრამ ფინალებში დროგბას ძალიან ბევრი გოლი აკეტანა და ამიტომ დროგბას დავაყენებდი. სადაც მეხი დიდია, ალბათ დროგბა უკეთესი. ინფანტინო თუ აველანჟი? ორივეს დედა ჟოაო აველანჟი ცუდი კაცი იყო ჩემი აზრით. ინფანტინოც ცუდი კაცია. შენ ყველა ცუდი პრეზიდენტია საერთოდ FIFA-ს ისტორიაში. რბილად ვამბობ, არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც არიან რაღაც თანამდებობაზე და სადაც არ არის საჭირო, ყველგან თავის ვიზუალს თხრიან. შემთხვევაში ჯანი ინფანტინოს და თუნდაც შეფერინს უკვე. აი ვითარ ვალდებულება არ აქვს, რომ ყველა ცერემონიაზე თვითონ გამოჩნდნენ. მე დამანათეთ ეს შუქები და ეხლა მაინც ეგრევს ვარ ეხლა. გიგუშა ბარათაშვილიდან კვარამდე. ვინ არის ჩვენი გოუთი? გიგუშა ბარათაშვილი ვინაა? პირველი ფეხბურთელი იყო? ვიდა რავა? კომეტაში თამაშობდა? პირველი გუნდი ქართული. აა, მე იმედი მაქვს რომ კვარა იქნება. ტიტულებით და მსოფლიო აღიარებით
ალბათ უკვე არის კიდეც რაღაც დონეზე რა, იმიტომ რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება, ფინალში გოლი, ცნობადობა მსოფლიოს მასშტაბით რაც აქვს ხა კვარაცხელია, რავი, ამდენი ყოფილა შემთხვევა, რომ ვიღაც რო გაუგეო ქართველი ვარ, პირველი მაგას მეკითხებიან. კიდე კაი. რო სხვა ადამიანი კვარამ ჩაანაცვლა. და პირველი კვარა ახსენდებოდა და არა იქ რა. სტალინი. მაგალითად. მაგრამ მე ისევ და ისევ ჩემი გემოვნებიდან გამომდინარე რომ მომწონს ჩამშრელები და ფეხბურთელები რომლებიც დიდ დისტანციას ფარავენ და რაღაც არაორდინალურს აკეთებენ პოზიციურად, მაინც ჩემთვის ჩივაძე იყო ყოველთვის რაღაც ისეთი დიდი მოვლენა. ისე მგონია რომ ყიფიანია. ამ ეტაპზე მგონია რომ ყიფიანია. მაინც. არ ვიცი, ჯამურად ხო ალბათ არ ვიცი, ჩივაძე ან კვარა, მაგრამ სიტყვა გოუთი არ მიყვარს. ფეხბურთზე ისტორია, რომელზეც სპექტაკლს დადგამდი. აი ინგლისიდან არის ძალიან კაი მაგალითი კლაფი და რივი ტელევიზიაში თავის იდეოლოგიებს აჯახებენ ერთმანეთს. ეგ წარმოვიდგინე რაც თეატრის სცენაზე რო სხედან ეგრე და რო დგამენ და ეგრე ლაპარაკობენ გვერდი გვერდ რა ძალიან ინტენსიური იქნებოდა. სამტრედის კინაღამ ჩემპიონობას 95 წელს. ეგ ხო ისეთი ამბებია, რომელიც ბოლომდე არც ვიცით რიქ რა ხდებოდა, ბროჭორები ისმის, რაღაცეები არის, რომ ეგ ტანკები იყო, ძალის წაართვის ჩემპიონობა სამტრედიას და მაგის მჯერა, რომ ეგრე ხდებოდა. იმ პერიოდში მით უმეტეს და მაგიტო საინტერესო იქნებოდა მაგაზეც, თუნდაც იმიტომ რომ თავისი დრამა, კრიმინალური დრამა იქნებოდა თან ისეთ. ნუ უფრო სერიალს მოხდებოდა ვიდრე სპექტაკლს, მაგრამ სპექტაკლში შეიძლება ემუშავა. რა საერთო აქვს ჟოზე მაურინიოს და კვენტინ ტარანტინოს? განსაკუთრებულება. კიდე რა საერთო აქვს. Inglourious Basterds-ი ყავდა ჟოზესაც რაღაც პერიოდი. ჩემს ორი ძალიან საყვარელი პერსონაჟი, ერთი კინემატოგრაფიაში, მეორე ფეხბურთში. დიდი სიამოვნებით მოусმენდი მათ საუბარს ძალიან ბევრი საათი. ორივეს აქვს ისეთი დამთგუნველი ეგო, ანუ სხვისთვის ადგილს რომ მარტოებს, ანუ მოსმენა არ უყვარს არც ერთს მე მგონი. კინოში ყურების კულტურა მართლა კვდება? თუ მითია? კვდება კი. პირველი ავატარი რომ გამოვიდა, მეგონა რომ ძალიან წალეკავდა კინოს 3D ფილმები. და ეგ მოკლავდა კინოს, მაგრამ არ მოხდა ეგ. იმედია, აი როგორც ვინილების შეგროვება გახდა cool და ისევ დაიწყო ხალხო ვინილების შეგროვება, მოსწონს, არ მოსწონს, პრაქტიკული არა, პრაქტიკული არ აქვს მნიშვნელობა. აი ეგრე მაინც დავაძალოთ ხალხს რომ კინოში იარო. მე მიყვარს, თავის მე მაინც სიამოვნებას ვიღებ, როდესაც კინოში დავდივარ და არა თქვა, გინდა თუ არა ისეთ ფილმების საყურებლად, რომელიც ასე თქვა კინოში სანახავი ფილმია რა. რეჟისორები თვითონ გვეუბნებიან, რომ ფილმი უნდა ნახო ასე. იმათ ხო უკეთ იციან. დაუჯეროთ რა. მაგრამ თან მუნიციპალური კინო სანამ არ გვექნება. სანამ კინო არ იქნება ხელმისაწვდომი ადამიანისთვის, გამორჩეულად მისი შემოსავლის რაოდენობისა, ეგიდია მოკვდება. მუნიციპალური კინო არ გვაქვს თბილისში, რაც არის სიგიჟე. კინო რუსთაველი, რომელსაც ხონდა რაც იკონური დანიშნულება, დღეს არის, რა ვიცი, რომელიღაც სამშენებლოს ოფისი, ხო? კრახი, ეროვნული კრახი ქვია მაგას. საუკეთესო ლაივი რაზეც ნამყოფი ხარ? აი, ახლა ვიყავი Radiohead-ზე. და მესამე და მეოთხე ლაივი, რომელიც შორის საამიჯეს არჩევა, რომელი იყო უკეთესი, ანუ მესამე და მეოთხე დღე. ორივეზე ვთქვი, რომ აი, შემთხვევაში საუკეთესო ლაივი, შემთხვევაში საუკეთესო ლაივი მათ შორის არჩევა მიჭირს. Muse-ის ლაივი იყო ძალიან მაგარი, იმიტომ რომ იყო ძალიან მაგარი დრაივი. Gilmore-ის კონცერტი იყო, იმიტომ რომ Pink Floyd-ი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბენდია და ყველა კომპოზიცია, რომელიც მოსმენას ლაივში მინდოდა დაუკრა. მომენტსაც გააჩნია და ჩემ ემოციური მდგომარეობას რა 2014 წელს ვიყავი მე მგონი Nick Cave and the Bad Seeds-ზე და ძალიან ემოციური იყო იმიტომ რაც მომენტში ლაივის მიმდინარეობისას Nick Cave-ს ფეხით მეჭირა. ალბათ მაინც ყველაზე შთამბეჭდავი იყო Roger Waters-ის კედელი ვოლის ლაივი სტამბულში სასწაული იყო თავისი ვიზუალებით, მაგრამ ისედაც იყო აი წარმოუდგენელი კონცერტი მართლა საგიჟეთი იყო ისეთ მაგარი იყო. ბავშვს, რომელიც ფეხბურთზე პირველად მიდის, რა თამაშზე გაუშვებდი? ბევრია, რავი, ძალიან ბევრია ეგ თამაში. გოლი უნდა გავიდეს ალბათ. კაი კრიტერიუმი მაქვს ეგ. ბარსელონა სელტა ჩემთვის მაინც ის არის რა. 6-1 რომ მოუგო ბარსელონა მეორე ტაიმში რომ ფეხბურთი ითამაშა ბარსამ. ეგეთი ალბათ არც მანამდე და არც მერე მინახავს ერთგუნს ტაიმი, ეგრე ეთამაშოს. და ეგეთი რაღაცები ეკეთებინოს, მით უმეტეს მაგნიტი იყო პენალტი რო გაათამაშეს კიდევ. Scorsese-ის მოუხდებოდა, აბსოლუტ სინემა მოუხდებოდა, მაშინ არ ვიცოდი თუ არ არსებობდა ეგ მინი, თორე ეს ზუსტად ეგ იყო. ის 45 წუთი რაც ითამაშეს მეორე ტაიმში მანდ. დაიწყო სამი მინიმალურით.
თავის ქვეყანაში სადაც ცხოვრობს, ნახოს ნაკრების თამაში პირობით. კაპა თუ ნაიკი? Adidas. Nike Barcelona-ს გამო ალბათ. თუმცა კაპაც, იცი რა, აი კაპა თუ Nike-ის შორის ეხლა შეიძლება კაპა ავირჩიო, იმიტომ რომ განსხვავებულია და იშვიათია შედარებით რა, იმიტომ Nike ძალიან გლობალური ბრენდია, კაპა ეგეთი ვერ გახდა. მადუროთი გადაასწრო Nike. ნიკოლას მადუროთი. ბიძინა ბარათაშვილი რომ მწვრთნელი იყოს. გუნდში რამდენი არგენტინელი ეყოლებოდა? რა გუნდში იქნებოდა გააში. მოდით რა, ბიზნეს არათაშორს ყველა ვარიანტში ორი პასუხი მაქვს რა. ერთი არის რომ რეალისტური. დიდი ალბათობით იქნებოდა მწვრთნელი არგენტინაში, არგენტინულ კლუბში. აი შეიძლება ყოფილიყო ურაკანის მწვრთნელი. ამიტომ 99%-იან ალბათობით ყველა არგენტინელი ეყოლებოდა საერთოდ. ბრაზილიელი არ ეყოლებოდა არც ერთი. ბიზნეს არგენტინა როგორც უყვარს, ბევრ არგენტინელებს არ უყვართ ეგ. და ევროპულ კლუბში რო იყოს, რაც არის მაქსიმალური დასაშვების ზღვარი არგენტინელების, ისინი ეყოლებოდა. ბიძინამ იქ იმდენჯერ გააოცა ადამიანები თავის ცოდნით. მე მეკითხებოდნენ ეს კაცი ვინა, მეთქი, ხო, ეგეთია. რაც ნიშური გემოვნება რო აქვს, ეგეც აუცებდა ხალხს რა. მარადონაზე კი არის, ინა თუ არ ყველაფერი ყველაზე იცის. ისეც საჭირო. ყველაზე ცუდი ფეხბურთელი. ოლეგერის მერე. რატო პირველი ოლეგერი რო ახსენე, ჯერ ოლეგერი გამახსენდებოდა ყველა ვარიანტში, მაგრამ ოლეგერი რო ახსენე, პირველი გამახსენდა მე ფილიპ კრისტანვალი. ბარსელონაში იყო, ფრანგი მცველი, აი დუტრუელი და ეგ იყვნენ ერთად, რაღაც პერიოდი ერთად მოუწიათ რამდენიმე თამაში ჩატარება და აი ჯოჯოხეთი იყო მაგათი ცოდვის ყურება. მე მართლა ძალიან ცუდად თამაში. ვერ დავრბივარ 360 გრადუსზე რაც კონტროლი რომ იწევს, გიждები. სულად ხდება. არ შემიძლია. ლა ლიგის სემ ელერდაისი გითხარიო, რომ გკითხონ ვის დაასახელებ? ალბათ ბორდალას თავისი ხეტაფით ავარაუდოთ. ელერდაისნაირი ოდიოზური ფიგურა ლა ლიგაში შეიძლება არც არსებობდეს. ელერდაისი არის წმინდა ინგლისური ფენომენი. დანიელი რომ იყო, რაში გაუცვლიდი გრენლანდიას ამერიკელებს? გუანტანამოს ციხე მოვცენ და ეგ გადმოვაბარო. არ ვიცი, არ. კალიფორნიაში. დანიას აკლია ეგეთი ადგილები. არა, ნუ რეალურად ალბათ არაფერში, მაგრამ არ ვიცი, საერთოდ ანექსიის იდეები არ მომწონს. კლუბის საყვარელი გერბი. არა, კაი კითხვა. ზაროს არ მიფიქრია, რატო არ მიფიქრია არის ეს. ბავშვობაში რეალის გერბი ძალიან ხიბლობდა. მე რომ გავიზარდი, მივხვდი რომ ტვინში თითქოს ცოტათი იწყებს ენდორფინის გამოყოფას, ანუ სიამოვნებს რა, მაგ გერბის დანახვა. ბოკას გერბი არის მართლა. აი FIFA-ში მაგალითად გუნდებს უცვლი, ხო იცი, ესე უცებ ბოკასი რა მოხდება, რაღაცა ის არის ხოლმე რა, სიამოვნებს, სასიამოვნო მომენტია ხოლმე და Blackburn Rovers ბავშვობაში ძალიან რაღაცნაირად თამბეჭდავი იყო, არ ვიცი, ეს ფერებიც უცნაურად არის, თითქოს არ უნდა უხდებოდეს ეგ ფერები ერთმანეთს, მაგრამ ძალიან უხდება. Blackburn Rovers-ის ლოგო ძალიან მომწონს. კიევის სიკვდილის მატჩში ითამაშებდი თუ საშობაო ზავის შეხვედრაში 1914 წელს დასავლეთის ფრონტზე. შემიგაე. კიევის სიკვდილის მატჩი როგორც ვიცი მე მოკლეს ყველა და ან უნდა წაგვეგო და არ მოსულა წაგება, ხო, ეხლა იბრძოლო რომ მაინც მოუგო ამათი დედავატირე და რაღაცა. საშობაო ზავის შეხვედრაში აუცილებლად. ძალიან მაგარი მომენტი. აუ წარმოგიდგენ რამდენად ისტორიული მომენტის მონაწილე იქნებოდი. რაღაც დონეზე დაზავება, ასე ვთქვათ, შესაძლებელი რომ არის თურმე და მათ შორის ფეხბურთით. ეგ კარგი ამბავია სასწავლად, ასე ვთქვათ, მომავალი თაობებისთვის. მაგრამ მეორე მხრივ ასევე აჩვენებს იმას რეალური სამყარო როგორია და სინამდვილეში რა ხდება, როდესაც ცოტა ოროტი ადამიანები არიან სათავეში და ამას აბსოლუტურად მნიშვნელობა არ ქონია, იმიტომ რომ ორ დღეში ისევ ერთმანეთს მოკლა დაიწყო ამ ხალხმა და მონაწილეობას ალბათ პირველში მივიღებდი რა. რისი ნახვა გსურს მოედანზე 2026 წელს? ძალიან გამახარებდა მსოფლიო ჩემპიონატზე რომ წავიდა. ძალიან გამახარებდა არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა. ძალიან გამახარებს ბარსელონა თუ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს ბოლოს და ბოლოს. ძალიან გამიხარდება რომელიმე ქართული გუნდი ევროტურნირის პლეი-ოფში თუ გავა. აი იბერია ჩემპიონთა ლიგაზე. არა, იბერია გავიდეს კონფერენს ლიგაზე, ჩემპიონთა ლიგაზე და მე ეგ დაგვიჭირონ და ყველა თამაში მოგვიგონ 7-0 არა. აი იბერია რომ კონფერენს ლიგაზე გავიდეს. ძალიან გამიხარდა. ან ნებისმიერ სხვა გუნდი რა. მარტო იბერიას კი არ მოშვა, მაგრამ იბერიას ყველაზე კაი შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე ახლა. 2026 წელს სურსო მოედანზე ვიხილო ინდივიდები და არა ერთმანეთს დამსგავსებული
ფეხბურთელები, რომლებიც არაფერი განასხვავებს და პერსონაჟები არ გააჩნიათ. იმიტომ აი თანამედროვე ფეხბურთელები ყველანი ძალიან ერთმანეთს გვანან, იმიტომ აი ბავშვობიდან აჩვენენ იმას, რომ აი ესე უნდა იყოს აუცილებლად ასე უნდა მოიქცე, კამერასთან რამე ზედმეტი არ ქნა, ის არ გააკეთო, ეს არ გააკეთო და მე გიждდება ადამიანი და მე არის ჩაკეტილი უბრალოდ. ვერც ვითარდება, ვერც ფეხბურთის მიღმა იღებს რამე ინფორმაციას, ვერც ცხოვრებით კბობას აგრძელებს და არის რობოტულ რეჟიმში, მოსაწყენი. მე არ მინდა რომ ფეხბურთი მოსაწყენი.